მოკლედ ვიმყოფებით საფრანგეთში, სადღაც შორეულ ჩრდილოეთ მხარეში, სადაც მამალი არ ყივის, ძაღლი არ ყებს და ბავშვი არ ტირის და სულ შემთხვევით საქართველოს შვილები გადავეყარეთ ერთმანეთს. ესე იგი, ქართველი, არაქართველი ხშირად იციან თქმა, მაგრამ საქართველოს შვილი სულ სხვა რაღაცას ნიშნავს. მინახია ბევრი ქართველი, რომელსაც ქართული გვარი აქვს და საქართველოსთვის უდისმეტი არ გაუკეთებია არაფერი, მაგრამ შემხედრია უამრავი ადამიანი, რომელსაც შეიძლება ქართული გვარი არ ქონდეს, მაგრამ საქართველოს პატრიოტი იყოს. ამიტომ მეც ახლა დღეს აი 900 იქეთ, 900 იქეთ, თვალუწვდენენ თათა იქეთ, შემხვდა ესეთი ადამიანი და მინდა უბრალოდ გაგაცნო ჩემ აუდიტორიას და დიდი ხნით არ მოგაწყენთ თავს და აი, გაგასაუბრებთ. თქვენი სახელი ბატონო? ჯემალი ძმო. სადაური ხარ? თბილისელი. ანუ თბილისელი კაცი ხარ, მაგრამ წარმოშობა, ფესვები? იეზდი ვარ თვითონ წარმოშობით, იეზდი. რომელი თაობის თბილისელი ხარ? ნუ ერთი 1000 წლის, 1500. ესე ძმო. ეგრე, ხო? ეგრე. გაფიცებ ყველაფერს, რა მინდა გკითხო. ყველაზე მინდათ რა გენატრება? საქართველოს ძმო, რა თქმა უნდა, ჩემი უბანი, ჩემი თბილისი. კონკრეტულად? კუკია ძმო. ანუ რასაც ნატრულობ კუკიაზე ყოფნა, ხო? ძმო, რა თქმა უნდა. ეგ არის ჩემი მაგარი ნატურა მარტო. აქ არ მოკვდე, იქ მოკვდე მაგის. ღმერთმა დაგიფაროს, კაცო. დიდხანს უნდა იყო და მაგრად უნდა იყო, რა მაინტერესებს, იცი? რამდენი ხანი აქეთ ახარ? ეს უკვე მე 5 წელია რა. 5 წელი. 5 წელია და ფრანგები ტოლერანტი ხალხიაო და ტოლერანტული ქვეყანაო და საქართველოს უფრო ტოლერანტულია თუ საქართველოს თუ რამე ჯობია ძმო რა ძინა მითხარი. რა ფრანგები, რა გერმანელები ძმო, რა ინგლისელები. ევროპელებზე მეტი ტოლერანტულები ვარ თუ არა ვართ? ძმო. ეს такое-დელა. ვენაცვალე ჩემ საქართველოს, ჩემ კუთხე ყუნჭურს ძმო, სადაც დავიბადე გავიზარდე ძმო. ვენაცვალე მაგ მიწას ძმო. კუკიას საქართველოს ძმო. ვიდი ძმა, ზუსტად ამიტომ მინდოდა შენთან ერთად საქართველოს სადღეგრძელოს დალევა და დღეს ბევრი ქართველი და საქართველოს შვილი არის და მე სიმართლე გითხრა, არ ვანსხოვებ ადამიანს საქართველოში დაბადებულს გაზრდილს და ითუმეტეს თუ ქართული გვარი არ აქვს და საქართველოს ქართველივით უყვარს, ხო? ის უფრო მიყვარს კიდე სიმართლე გითხრა და მოდი ძმაო, ამ ჭიქით რა მინდა თქვა, იცი? ყველა საქართველოს შვილს გაუმარჯოს. 900 იქით იქნება, 900 იქით იქნება, თუ სად იქნება, სადაც არის და სადაც მონატრება აქვს. ესე გენატრება კუკია. საქართველოს ჯოს. ენაცვალე საქართველოს მო. აი ხარ. ქუთაის მო ბაზარი არა. უბრალოდ ისეთი სიტუაციაა, რომ ქუთაისში ისტორიულად ხდებოდა ასე, რომ ძირითადად ორი სიტუაცია იყო. ერთი აისორები ძველი დროიდან მოყოლებული და მეორე ებრაელები შავმიანცი. დანარჩენი სხვა ეთნიკური ჯგუფის ხალხი ქუთაისში ცხოვრებულიყო არ გვახსოვს. თბილისი უფრო მრავალფეროვანი იყო ამ ხრივ და თბილისი ყოველთვის აიყო ძმა ურთიერთობა, ხო? ურთიერთობა იყო და შეკაიდეთ მომიშულა, კაცო, აბოთბილელიც თბილისელი იყო, ხო? საქართველოს გაუმარჯოს. აი მონატრებას გაუმარჯოს. აი ხარ ძმა. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.